which still clearly embarrasses him to this day. 1978 წლის 14 აპრილი წიგნი ამ სათაური დღეს საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარუდგინეს პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. წიგნში თავმოყრილი ყველა ისტორია უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტებმა, პროფესორ მასწავლებლებმა და დისიდენტური მოძრაობის წევრებმა შექმნეს. House 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს აქ არის ეპერი მოგონებები ხალხის მონაწილეობის ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებისა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო საიდანაც დაიწყო ყველაფერი მოძრაობა ქართული ენის დაცავად და რეალურად ამ მოვლენებმა 1978 წლის აპრილში გარკვეულწილად ბიძგი მისცა. შემდეგ უკვე 80 წლების ბოლოსკენ ძალიან ძლიერ ტალღას ეროვნული გამართლებული მოძრაობის. ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რამხელა მნიშვნელობის დღე იყო ეს სრულიად საქართველოსთვის, თუმცა ისტორიები, ნაამბობი თავად ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი 14 აპრილის ორგანიზებაში, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით დაგვანახებს ამ დღეს.